ახლა კი საუბარს ჩვენს არაჩვეულებრივ თანაწამყვანთან თემო გამოსაძვრიშვილისთან და ერთად გავაგრძელებთ სწორედ იმ სიახლეების შესახებ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ხელოვნური ინტელექტის მისი მომავალი განვითარებისა და საფრთხეების გარეშეც, ასე რომ სიამოვნებით ვუსმენთ თემუკას. ძალიან მაინტერესებს დღეს რა მოგვიტანე და რით განაცვიფრებდე და ჩემს რომელიც შენი ფანია. Რამდენიმე საინტერესო თემა მაქვს ტრადიციულად მოტანილი და პირველი მინდა რომ დავიწყო Apple-ით, ყველასთვის ცნობილი კომპანიით. ბოლო წინა სამშაბათს თუ არ მეშლება, საუბრობდით ზუსტად ამ სატარიფო ომზე ამერიკა-ჩინეთ შორის და რა ეფექტი ექნება ამას ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე. და ზუსტად იმ სამშაბათის ერთი კვირაც არ არის გასული, რომ Apple-მა გამოაცხადა, რომ აპირებენ ინდოეთში გაორმაგებას წარმოების ტელეფონების. რის მთავარი მიზეზიც არის ის ზუსტად, რომ გეოპოლიტიკურად უნდა გააკეთონ დივერსიფიკაცია ჩინეთისგან. ანუ ჩინეთთან ამ შემთხვევაში როგორ დამთავრდება სატარიფო ომი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა სამომავლოდაც თავს იზღვევენ და ოღონდ მნიშვნელოვანი ის არის, რომ უნდათ რომ მხოლოდ ამერიკული ბაზრისთვის აწარმოონ ინდოეთში. ხო, იმიტომ რომ მაშინ არ ექნებათ ის ტარიფები ალბათ. დანარჩენი მსოფლიოსთვის შეუძლებელად აპირებენ, რომ ჩინეთში გააგრძელონ. ეს საკმაოდ სერიოზული სვლა არის და პირველ რიგში სერიოზული სვლა არის ინდოეთისთვის, იმიტომ რომ ინდოეთი ძალიან დიდი ხანია ცდილობს, რომ თავისი ტექნოლოგიური სექტორი განავითაროს და სწორედ ის ჩინური ეფექტი დაიჭიროს, რაც ჩინეთმა მოახერხა და საუკუნის დასაწყისი როგორც სტრატეგიები არის ხოლმე ამ გლობალურ ბაზარზე. ძალიან სწორად. და ნუ აი ეს ცვლილება მაგალითად აი მე როგორც ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე მომხმარებელზე როგორ აისახება. ის არის სავარაუდოდ ან მიწოდების ჯაჭვზე. სავარაუდოდ ჩემს და შენზე როგორც ქართველებზე დიდად ჩვენთვის დიდად არაფერი არ შეიცვლება. თუ გაქვს ფული კი იყიდით ხოლმე და გაიყიდი. ამერიკელებისთვის შეიძლება ცოტა გაძვირდეს ან თუნდაც გაიავთეს. თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს სწრაფი არ იქნება ამ შემთხვევაში. აი პრაქტიკულად რო წარმოვიდგინოთ, უნდა ერთ კვირაში რომ ცვლილებები არის ხოლმე ეს არ აისახება ასე სწრაფად, ხო? არა, ეს წარმოვიდგინოთ ფიზიკურად უნდა ქარხნები ააშენონ, ხალხი დაიქირაონ, ამ ხალხს ასწავლონ რა უნდა გააკეთონ, ამიტომ ამაშობაში შეიძლება სრულად შეიცვალოს ეს სატარიფო პოლიტიკა, იმიტომ რომ ახალი ადმინისტრაციის შემთხვევაში შეიძლება პირიქით ყველაფერი. ზოგადად ამ ხალხს სრულდება ესეთ კომპანიისთვის საკმაოდ რთული არის. და სავარაუდოდ გაძვირდება ერთ მნიშვნელოვნად. გაიაფებით ვეღარ გაიაფთება. არაფერი აღარ იაფთება შეიძლება. შემდეგი თემა მაქვს ჰუმანოიდ რობოტებზე. აი ეს ძალიან საინტერესოა. ამჯერად როგორ გჭირდება სახში. ხო, აი ზუსტად მაგ თემაზე უნდა ვილაპარაკო გოგას. სწორი აქცენტიდან. რამდენად გააიაფეს ჩინელებმა ჰუმანოიდი რობოტების წარმოება. აქამდე ხა რობოტი მხოლოდ თემუდან გამოვიწერ, შეიძლება გამოვიწერ. თეორიულად შესაძლებელი იქნება, რომ თემუდანაც გამოვიწერო. კი, რატომაც თემუდანაც გამოწერა შეიძლება. უნდა გამოვიწერო რობოტი თემუდან. გაამარტივეს და გააიაფეს წარმოება. აქამდე ყოველთვის რობოტი ასოცირდება ქარხანაში მუშაობასთან. ასოცირდება ეგრეც არის, რობოტი ზირთად გამოიყენება, იმისთვის რომ ქარხანაში შეამსუბუქოს ადამიანისთვის, შეამსუბუქოს ბჭყალებში, ჩაანაცვლოს ადამიანი. თუმცა ჩინელებმა რა თქმა უნდა აქაც მოახერხეს, რომ ძალიან გააიაფეს ეს პროცესი და სავარაუდოდ ვარაუდობენ, რომ სახში შეეცდება და დაიწყებენ ჰუმანოიდი რობოტის დამკვიდრებას. თუმცა აქვე რა თქმა უნდა, ესე იგი კრიტიკულად რო შევხედოთ საკითხს, გიჩნდება ადამიანს კითხვა, რამდენად ადამიანი ზოგადად მზად არის იმისთვის, რომ სახში ჰუმანოიდი რობოტი. არავით არ შემთხვევაში ჩემი არ შეუძლებს სახში ჰუმანოიდი. მე გონია რომ არავით, მაგრამ მე მაინც მანდა მივიყვანო აუცილებლად დედა მზად იყავით თემუდან გამერცხება, გიკაკუნებენ კარზე და გეტყვენ თქვენი რობოტი მოვიდა. მე მგონია რომ წარმოუდგენელი არის. ფასტა რეინჯი, ანუ რა არის? ფასტა რეინჯი ჯერჯერობით წარმოუდგენელი არ მაქვს, თუმცა ვიცით რომ ტესლამ რა რობოტის დაანონსა 2025 წლის ბოლოს უკვე წარმოებაში ჩაუშვებს მისი ოპტიმუს რობოტი, რომელიც ძალიან ცნობილი გახსნა ქონდა ამ რობოტს, იმასთან შედარებით ნახევარზე ნაკლები ფასი. გაუცილებლად დაინერგება სახში, ყველა შეუშვებს სიამოვნებით. თუ იქნება გოგა უნდა მოვემზადოთ. ჯერჯერობით 10-15 წელი ვარაუდობენ ექსპერტები და მე კიდევ უფრო დიდხანს ვივარაუდობ, რომ მგონია რომ ადამიანი მზად არ იქნება იმისთვის, რომ სახში რობოტი დაეხმაროს და გარდა ამის ამას უსაფრთხოების ამბავი. ძალიან მზადაც ვარ. რატო თუ გააკეთებს და რეცხავს და ხერხავს. აი უსაფრთხოების ამბავი არის გოგა, შეხდა შეიძლება ახლა ასეც. გაგიტეხავს. შეიძლება გაგიტეხოს, ხო, ვერ გაგირესხოს ისე კარგად. შეიძლება დავარდეს, მოხუც ადამიანს რო ეხმარებოდეს, ვერ დაეხმაროს. მოკლედ, სანდო ჯერჯერობით მაინც გონია რომ არის პროგრამა ტექნიკურად დავიწყო. შეხედე რა დღეშია როგორ ასლაპარაკო კაცო. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე მაგალითად იმ კატეგორიის მომხმარებელს განვეკუთვნები, რომლებიც ჯერ ელოდებიან. ხავარი არ შეუყვართ ეს. დადურების რეჟიმში იქნება. ჯერ თქვენ ტექნოლოგიასთან ყველაზე სწორი მდგომარი, ეგრო ჯერ მოდის სხვა მცადოს, რომ დასხივება ხო არა, ჭურჭელს ხო არა ამტვრევს და
მე უკვე რომ დავკეთებ საშიშროება არის რომ შეგიყვარდეს, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან უცნაური რამეა, იცი, შეიძლება ახლა მაგალითად ისინი ვირტუალურად უყვარდებათ ChatGPT-ში რა საუბრობენ ვიღაცებთან, არავისთან, ну, ChatGPT-სთან და ხო ეს რომელი ფილმი ჰერი რო არის ხო, ახლა წარმოვიდგინე რომ რაღაცა მომხიბლელი ლამაზი, კარგი ესეთ ფორმატიანი ახალგაზრდა, კარგი რობოტი, რატო შენი ოცნების რობოტის სახლში თან გილაგებს თან რასაც სეტყვი გიკეთებს, თუ არ ლაპარაკობს კიდევ უკეთესი, რა ჯობია მაგას. მშვენიერია. მე დავნერგავ. ესე იგი დალი იქნება ჯერჯერობით დაკვირვების რეჟიმში. მე რომ ეყოლება, მე მოგიყვები. დაგვაკვირდება და შემდეგ. მე მოგიყვები რა იქნება. შემდეგ კი ბაზარი. შემდეგ ეხა ესე იგი საინტერესო ისტორია შემდეგი ამბავი. Financial Times-ი იტყობინებენ ესე ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, რომელზეც თავისუფლად არის ყურადღება გასამახვილებელი, რომ ამ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების წყალობით, დახმარებით, მიზეზით თითქოს და პირველი ბზარი გამოჩნდა Google-ის იმპერიაში და რას გულისხმობ ახლა ამით. შემცირებული არის Google-ის საძიებო სისტემის მოხმარება იმის ხარჯზე, რომ ადამიანები ბევრად უფრო ხშირად იყენებენ AI ჩატბოტებს, როგორიც არის ChatGPT, ჩინური DeepSeek და მილიონი სხვა. ეს ახლა სანამ ეთერში შევიდოდი, ზუსტად მანამდე განვიხილავდით ამ ამბავს. Google-ის დომინანტობას ესეთი საფრთხე მისი არსებობის განმავლობაში არ დამუქრებია და ეს ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ ჩვენს და ჩვენო მომხმარებლებმაც, რომ Google არ არის სტანდარტული ტექნოლოგიური კომპანია, როგორც მაგალითად შეიძლება იყოს Facebook. Google ფაქტიურად არ ყავს კონკურენტი. 90% ინტერნეტის ძიებების ყოველთვის გადიოდა Google-დან. მაგის პირველი კონკურენტი რაც გახსენებთ არის ალბათ Yahoo. და Yahoo ბოლოს რომ მოიხმარეთ თუ მეტყვით. პრაქტიკულად არც არის კონკურენტი. Google-ის დომინანტობა საფრთხე არ დამუქრებია და საფრთხე ასევე იმისიც არის, რომ Google-მა ვერ მოასწროს ხელოვნური ინტელექტის ინოვაციას აუბას მხარი. Რა თქმა უნდა, უკვე ჩაუშვა მან ბევრი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი. არა და Google-დან იკვებება ეს ხშირ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის ვედ მისგან იღებს ინფორმაციას. მათ ჩაშვებული აქვს თავისი, რა თქმა უნდა, რომ საკუთარი ჩატბოტი, რომელიც საკმაოდ კარგი არის, თუმცა მოხმარება არ აქვს ისეთი მაღალი, როგორც აქვს ChatGPT-ს. თუმცა რა თქმა უნდა, Google არ არის, რომ სავარაუდოდ დაეწევა და შეინარჩუნებს მის დომინანტობას. ან ბაზარს გაიყოფ. მეც ვფიქრობ, რომ ეს ჩატბოტები კი არის მოხმარებაში ძალიან ესე ფართოდ უკვე მასიურად, მაგრამ Google არის ყველაზე მთავარი საძიებო სისტემა. რას ამბობ? ისეთი ვეჭხუბე გუშინ წინ ამ ChatGPT-ს. ისეთი ვეჭხუბე, რომ ეს არის ეს საოცარი იყო. ესე იგი, რაზე ვეჭხუბე და ვთხოვე ჩვენი მეგობრის რაღაცა სიმღერასავით გააკეთა თავის, და უნდა რომ ამისი არანჟირება. ვცადე ჩავთ მეთხარი მომენტ. ახლა ამ წუთას 5 წუთში 1 წუთში ჩაგიგდა და გამიგზავნი და მატყუებს თან. ეს ჰალუცინაცია კი დაბსარჩა და ბოლოს ოდესაც მივწერე და უთხარი რომ შეხარ რუსინდისო უნამუსო და თაღლითი რა მიპასუხა აბსოლუტურად მართალი ხარ შენი ნდობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია აღიარა კი მართალი ხარო და დიდი მაპატიო კიდევ ერთი შანსი მომეციო და გავაკეთებ ყველაფერს მე ხვეწება ახლა აქეთ კიდე ესე იგი უკავშირი სწორი მე მივხვდი რომ ეთქობა ისეთი სიმღერა ჩავუტვირთე რომ კინა ისე გაჭედა საწყალმა რომ ვერაფრ ვეღარ დაამუშავა და ბოლოს აღარ იცოდა რა ეკნა და ესეთი უნიკალური იყო რომ იდენტიფიცირებაც ვერ მოახდინა უნიკალური იყო კი და ძალიან არ ჩხუბი მქონდა ყოველ შემთხვევაში ერთი აქცენტიც უნდა დავსვა ამ ჩატბოტებთან დაკავშირებით საშიშროება იმქრება ინფორმაციას იმ მხრივ რომ შეიძლება მოხდეს ინფორმაციის მონოპოლიზება რატომ არის საშიში მხოლოდ ხელოვნური ინტელექტიდან ჩატბოტიდან ინფორმაციის მიღება იმიტომ რომ საკმაოდ ვიწროდ გაწვდის ინფორმაციას ალბათ Google-ის თავის დროზე რო ჩაეშვა იგივე საფრთხე იყო და იგივე შიშები იყო თუმცა Google ქემაინც რამოდენიმე ლინკს გაძლევს შენ თვითონ რომელზეც შეგიძლია ეს ერთ პასუხს მოგცემს და ალტერნატივას არ განახებს რაც რიგ შემთხვევაში სასარგებლო იქნება თუმცა რიგ შემთხვევაში საკმაოდ საშიში ახალგაზრდა ტუნებისთვის მე ესე ვფიქრობ ეხლა ბოლო თემაზე გადავიდეთ რომელიც მთელი ქვეყანა და მთელი სამყარო ამაზე ლაპარაკობს რომ როგორ გაეთიშათ დენი ესპანელებს და პორტუგალიელებს და საფრანგეთის მცირე ნაწილს და რა მოხდა და რატო ლაპარაკობ ამაზე მე ტექნოლოგიურ რუბრიკაში იმიტომ რომ არის საფუძვლიანი ეჭვი რომ ეს მოხდა კიბერშეტევის შედეგად რა თქმა უნდა მას ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ და რატო ვიძახი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ესეთი მასშტაბის კიბერშეტევა თუ განხორციელდა ევროპის ორ-ესე ძლიერ ქვეყანაზე ძალიან სერიოზული ამბავია და ხას უსმევს იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოწყვლადობას კიბერდამნაშავეების მხრიდან ეს კიბერდამნაშავეები როდესაც ლაპარაკობენ ხოლმე ძირითადად ორი ქვეყანა განია ან რუსეთი არის ან კორეა მეტი კიბერდამნაშავე ძირითადად დასავლურ ქვეყნებს არავინ არ ებრძვის ხოლმე თუმცა ოფიციალური წყაროებით ეს იყო
კლიმატის მკვეთრი და სწრაფი ცვლილება ესპანეთში. ამას ამბობენ პორტუგალიელები. ესპანელები ამბობენ, რომ რამაც გამოიწვია ვარდნა. ესპანელები ამბობენ, რომ საფრანგეთში მოხდა რაღაცა, რამაც გამოიწვია ვარდნა. თუმცა მნიშვნელოვანი ის, რომ ძალიან დიდი ხანი მაგათ არიციან, ხო, ჩვენ ისეთები გვაქვს, არანაირი შეტევა კიბერი არ ქონია 15 წელიწადი, მაგრამ ისე კარგად ვიდექით ნავთის რიგში, ისე შესანიშნავად ვიდექით, მიცი რა ქვია, ფიტირებით და იმები დავდიოთ 90-იან წლებში, რომ ერთ ფარდა გვაბრუნოს იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მართლა სერიოზული საფრთხეა უკვე ჩვენთვისაც კი, არა მარტო პორტუგალიისთვის და თქვათ ევროპისთვის, რომელსაც ძალიან დაწყობილი აქვს ენერგოსისტემაზე მთელი თავისი ცხოვრება, ყოფით ცხოვრებიდან დაწყებული და მთავრებული ზოგადად მთელი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, თუმცა ჩვენთანაც დაახლოებით ალბათ ძალიან დიდი საფრთხე იქნება ასეთი იმაზე მეფიქრება, რომ წავიდა დენი ესეთ ორ ესეთ ძლიერ ეკონომიკაში. და როგორი მასიური პანიკა დაიწყო, შუქნიშნები გაითიშა, ხალხს ფული ვეღარ გამოქონდა. მგონი საგანგებო სიტუაციაც კი გამოაცხადეს. ანუ თითქოს გონია რომ ტექნოლოგიიდან გამომდინარე ადამიანებს გონიათ რომ განვითარების პიკს მივაღწია და საფრთხე აღარ გვემუქრება. თუმცა როგორი მარტივი რაღაცა, ასე ვთქვი, დენი წავიდა ერთი დღით და შეიძლება აბსოლუტურად ქვის ხანაში დაგვაბრუნოს. ეს ესპანელები ამტანები მეგონენ და მე მგონი ქართველებმა ვაჯობეს. იყო ერთი შემთხვევა 80-იან წლებში თუ არ ვცდები, ამერიკის ერთ-ერთი შტატი კალიფორნია, არ ვიცი ახლა არ მახსოვს შეიძლება არ იყო კალიფორნიაც, მაგრამ მახსოვს რომ აი გაითიშა დენი. ერთი დღით მთლიანად და იქ სუიციდის შემთხვევებიც კი იყო. იმდენად პანი, ხო, დენის გაჩვენა. ამიტომ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ინდივიდუალური დენის წყაროები ალბათ ყველაზე უფრო ელექტროენერგიის წყაროები იქნება ყველაზე უფრო კარგი. ხო, კიდე რა არის? მეგონია სუიციდის შემთხვევები, ანუ გამომდინარე იქიდან, რომ აი ზუსტად იმ პრობლემასთან მივდივართ, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ადამიანური ურთიერთობები, მე მგონი უკვე მეასეხარისხოვანი გახდა და ცოტა უკანა პლანზე გადაიწერა. ეს ინტერნეტი, აი ეს რაღაცა სოციალური სივრცეები რომ ითიშება, აქედან გამომდინარე იქნება ალბათ პირდაპირ კომუნიკაციას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ხო? გოგო, პორტუგალიაში წარმოიდგინე, შეიძლება დენი არ დაბრუნდეს ერთი კვირა. ერთი კვირა თანამედროვე საუკუნეში წარმოიდგინეთ დენის გარეშე ყოფნა, მით უმეტეს პორტუგალიაში. არა, ერთი კვირა გარეშე ყოფნა ნამდვილად საშიშროება არის, რა თქმა უნდა, ესე ვერ ვიტყვი, ეს აუცილებლად მოხდება. თუმცა ესპანეთმა უკვე დაიწყო ნანადგენა და პორტუგალში ერთი კვირა დენი არ დაბრუნდეს. ხო, აი. არა, უშავს. პორტუგალიამ ესპანეთმა მრავალი საუკუნე იცხოვრეს ცხენებით, ეტლებით და ჭრაქებით, ასე ვთქვათ და სხვადასხვა იმითი. ადამიანი ისეთი რამ არის, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მოცემულობაში ხო, გამონახოს გარკვეული გამოსავალი. პანიკა ექნება გარკვეული პერიოდი, ექნება ნამდვილად სრულიად ასეთ სიტუაციაში, რომ რა ვქნა ახლა აღარ ვიცი, მაგრამ გამოსავალს მაინც ნახავს, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის ადამიანი ყოველთვის ექსტრემალურ სიტუაციაში აუცილებლად რაღაც გარკვეულ გამოსავალს იპოვებს, მით უფრო ისეთი ქვეყნები, როგორც არის ესპანეთი და პორტუგალია, იმიტომ რომ ეს თავისთავად ცხადია. თავარია რომ ამით გულის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და რამე არ დაემართოს ადამიანს, ოდესაც ასეთ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო იყო, აუცილებლად რობოტზე დავფიქრდები, რომ გამოვიწერო და ელექტროენერგიის დამატებით წყაროს გენერატორს ამოვიტან სარდაფიდან, რომ რა იცი რა ხდება, რაში გამომადგეს. ძალიან დიდი მადლობა. მომავალ საქმეში. ეს არ დაგემართოს. თავარია.